რამდენიმე თვის წინ ივა ფეზუაშვილმა გამოსცა წიგნი ედელვაისებს და ყველაფერთან ერთად ეს წიგნი არის უდიდესი თავსატეხი ჩემი თაობისთვის, რადგან ჩემი თაობის წერილები კიდევ ძალიან დიდხანს ვერ გამოვლენ იმ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებიდან, რომ რასაც წერენ მსგავსი კი არა, ახლოსაც კი არ არის ამ წიგნთან. რომ ედელვაისებს არის ყველაფერი ის, რაც ბოლო 30 წელში შეიძლება თქმულიყო და ავტორს ამისთვის მხოლოდ 212 გვერდი დასჭირდა. გამოცემისთანავე ეს წიგნი შერაცხეს როგორც პროტესტზე დაწერილი წიგნი და სიმართლე ვთქვა, ეს ამბავი არ მომეწონა. არა იმიტომ, რომ პროტესტის საწინააღმდეგო მაქვს რაიმე. პირიქით, თუ რამ მომწონს პროზაში, პოეზიაში, ჰიპ-ჰოპში, ქუჩის მხატვრობაში და საცა გინდათ, არის პროტესტი. რომ ავტორი აუცილებლად უნდა ეწინააღმდეგებოდეს რეალურ თუ წარმოსახვით გველეშაპს, უნდა წუხდეს, უნდა ლანძღოს, უნდა აგინოს ბოროტებას. უბრალოდ ივას ეს წიგნი მხოლოდ პროტესტი არ არის. არც მხოლოდ სამშობლოს სიყვარული, არც მხოლოდ სევდიანი ამბავი, არც მხოლოდ ავტორის ანარეკლია და არც სხვა რამ. ივას წიგნი არის ეს ყველაფერი. ივას წიგნი არის ჩვენზე დაწერილი წიგნი და თუ რომელიმე კატეგორიას მივაკუთვნებთ, გამოვა რომ წიგნის სხვა ყველა მხარეს უგულებელყოფთ. რამდენიმე თვის წინ ნიკო გორგილაძესთან ინტერვიუ ჩავწერე, ნიკოს ლექსების კრებული აქ მიპოვი, სამშობლოს მონატრებაზე, უამრავ დარდზე, სხვაზე, სიყვარულზე დაწერილი წიგნია. ნიკოსთან ისედაც მეგობრობდა, სულ შემიძლია ვესაუბრო უბრალოდ. ინტერვიუს ერთ-ერთ კითხვად ჰქონდა შერჩეული და მსურდა ესაუბრა, როგორი იყო ქვიარ ხმა მის კრებულში. ნიკომ კი ამ კატეგორიზაციისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ საერთოდაც არ იყო ქვიარ პოეტი, რომ მისი პოეზია ყველანაირი იდენტობისგან მაღლა იდგა და ყველასთვის იყო. მომეწონა ეს ამბავი. ლიტერატურა ხომ ყველასთვის არის. არასდროს იცი რა წიგნი შენს რომელ ნაწილს გამოეხმაურება, რა სიმს გამოკრავს ხელს და როგორ სიყვარულს გადაგაწყვეტინებს. საფრანგეთში ჩამოსვლიდან ერთ თვეში უკიდურესი ჩრდილოეთიდან უკიდურეს სამხრეთში მოგვიწია წასვლა. 5 დღე რაღაცა ტრენინგები ჩაგვიტარდებოდა და მერე უკან დავბრუნდებოდით. ეს მოგზაურობა მხოლოდ იმად ღირდა, რომ 5 გრადუსით თბილ გარემოში გადავინაცვლებდა. ხო, კიდევ უკანა გზაზე ნანახ სურათად. ტრენინგის დასრულების შემდეგ ჩვენი მატარებელი პარიზისკენ მიდიოდა და მერე პარიზში სხვა მატარებელში გადავჯდებოდი. იმ დღეს გაკეთებული ჩანაწერია. როცა ამას წერ, მატარებლით პარიზისკენ მივდივარ. რამდენიმე საათი დარჩა და ვცდილობ წიგნი წავიკითხო. წინ ერთი მოხუცი მიზის, რომელსაც თან ვუყურებ და თან წერ. და თუ ხდება მასზე რომ წერ. წითელი პერანგი აცვია, შიგნით ნაცრისფერი მაისური, თავის შუაში მელოტი აქვს და გვერდებზე კი თეთრი თმა აჩეჩვია. ხელში პატარა უფლისური უჭირავს და კითხულობს. თავარი ნაწილი აი ეს არის. ეს ის წიგნია, რომ მე რომელიღაცა ჯერზე რომ წავიკითხე და გადავწყვიტე ჩემი პირველი ტატუ გამეკეთებინა. ყველა ასაკში განსხვავებულად საუბრობდი ამ წიგნზე, ახლა კი ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ყველა მეოცნებაზე დაწერილი წიგნია. რომ ეს პრაგმატული სამყარო მოწეღენილობისგან თავს შიგნიდან იჭამს და შენც არაფერი დაგჩენია იმის გარდა, რომ გულით დაიწყო ყურება და თუ ამას მოახერხებ, ცხოვრებაც უფრო მარტივდება. 6 ან 7 წლის წინ ეგზიუპერის ამ გენიალური გმირის სიყვარული პატარა ლუკამ გულმკერდზე პატარა უფლისული დაიხატა და ეგონა რომ მის სიყვარულში ვერავინ შეეცილებოდა. ეს ბრძოლა ჩემს მეგობართან, ქეთო სიხარულიძესთან წავაგე, რადგან არავინ მეგულება პატარა უფლისულის წიგნის მასე დიდი კოლექციონერი. რამდენიმე თვის წინ მოლდოვაში ყოფნისას მეც ვიყიდე ქეთოსთვის რუმინულ ენაზე დაწერილი პატარა უფლისული, რომელიც სამწუხარო ჯერ ვერ გადავეცი, რადგან ქეთო ინდოეთშია და გაუმარჯოს მის გზაზე, იმედია მალე ჩამოვა და ვისაუბრებთ ინდოელ და არა მარტო ინდოელ მწერლებზე. და ისე რა მაგარი ჯგუფია Radiohead. ხომ მეთანხმებით. ამ წლის, უფრო სწორად წინა წლის 2025 წლის ნოემბერში ესპანეთში ვიყავი, უფრო ზუსტად კი ბარსელონაში, თან ზუსტად იმ დროს, როცა ამ ქვეყნის სხვა ქალაქში ტომ იორკი დიდი ხნის უნახავ მსმენელს ნახულობდა. Radiohead-ის ამ რამდენიმე კონცერტიდან არც ერთის ბილეთი არ მქონია. პრინციპში არც მიცდია სიმართლე ვთქვა მეყიდა, ან როგორმე მეშოვნა, რადგან ზუსტად ვიცოდი ის ადამიანი, ვინც Radiohead-ი ძალიან შემაყვარა, ბილეთის გარეშე დარჩა და მე არანაირი უფლება არ მქონდა კონცერტზე ყოფნის. ამას რატომ ვიხსენებ? 2 წლის წინა გაზაფხულია. აი რუსული კანონის ინიციირების მეორე ცდა. სადღაც აქციების დაწყების მესამე ან მეოთხე დღეა მე და ჩემი მეგობარი სანდრო ქობალავა ამ დღესაც გვიანობამდე დავრჩით. დაღლა არ გვეტყობოდა, რადგან იმედიანად ვიყავით, გვახსოვდა 1 წლის წინანდელი ამბები, როცა ხალხის ზალამ ჩვენი ქვეყნის ახლად დაწყებულ დიქტატურას უკან დახევა აიძულა. გვეგონა რომ ამჯერადაც ყველაფერს მოვახერხებდით. დაღლილები ქაშვეთის მხრიდან დედაენის ბაღამდე ჩავედით, მერეც გავაგრძელეთ გზა და მარჯანიშვილის მეტრომდე მივედით. მე თქვენ გეტყვით იმედიანად განწყობილი ორი მეგობრის შუაღამის სეირნობა და ამ სეირნობისას საუბარი არ უნდა იყოს სუდი. მით უმეტეს სუდი მოსასმენი. მარჯანიშვილის მეტროსთან ტაქსი გამოვიძახეთ, იქამდე მაღაზიაში შევედით, ცივი კოკა-კოლა ვიყიდეთ და თან გამოძახებულ ტაქსიში ჩავსხედით. ხო და მივდივართ იმედიანად დაღლილი ორი მეგობარი ხელში ცივი კოკა-კოლით და მანქანაში ჩართული არც მეტი, არც ნაკლები
Radiohead-ის No Surprises. Am სოციალური ქსელების პოლიტიკა რომ არა, ახლა აუცილებლად ჩავრთავდი ამ სიმღერას და უფრო უკეთ აგიღწერდით ჩემ თავში გასასხლებელ სურათს. შეგიძლიათ თავად ჩართოთ პარალელურად, რომ როგორც ვართ, მაგრად ვართ, სანდრო. მორიგეობიდან თუ მთელი დღე სამსახურის შემდეგ აქციაზე წამოსულები, ხვალაც იმასვე ვისამთ, მთელი დღე ლექციებს მოусვენთ, რომ რა იცი ჩვენი ცოდნა ჩვენს ქვეყანას როდის დასჭირდეს. და იმ საღამოს კი რუსთაველზე გავალთ, რადგან ჩვენი იქ ყოფნა ჩვენს ქვეყანას ახლა დასჭირდა. და რომ წარმოდგენა არ გვექნება სანამდე გაგრძელდება ეს ბრძოლა. მეგობრების და ასეულობით ადამიანების შეკრება ჩვენს ირგვლივ, რომ აქციაზე დაშავებულებს პირველადი დახმარება გაუწიოთ. რომ ეს ამბავი გაგრძელდება ძალიან დიდ ხანს და No Surprises კი არა ჩემო სანდრო, რომ სუსტადაც რომ surprises, როცა შენი ქვეყანა მოუშორებელი ჭირის თავისუფლების წყურულის წინააღმდეგ საკუთარი ხალხისვე მოწამლას დაიწყებს და ჩვენ შევამჩნევთ ყოველ დილას გაღუძებისას თეთრ სააბაზონოში წითლად დაწვეთილ ნერწყვს და დავაბრალებთ უბრალოდ სამშობლოსთვის გათენებულ ხამეებს რუსთაველზე. გულის სიღრმეში ბოლომდე ვერაფრით დავიჯერებთ, რომ თინეიჯერი, რომელიც წინაღამით გავიცანით და რომელიც სისხლს არ წყევდა იმისთვის დასაჯეს, რომ ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა საკუთარი თავის სამშობლოს სიყვარულში გამოცდა გადაწყვიტა. და ზვიადრატიანმა თქვა, ჩვენ ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ და ხმას არასდროს შეუერთებთ შენ რაინდებს. არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს და სხვებსაც თუ კი დაგვიჯერეს გამოვარდეთ. ასეთ საქმეებს დიდ საქმეებს საკუთარ წვენში ვინც ვიხარშებით. და ხანდახან თუ კი ხმამაღლა რამე დაგწდება მხოლოდ ვიწრო შინაურ წრეში და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვამაყა. ჩვენ ვინც არასდროს ავტოზულ ვართ ჩარაზულ კართან და თუ შევდივართ იქ შევდივართ სადაც გვიშვებენ. ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას, როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ. ვინც დიდხანს არ ვის უჩერდებით სალაპარაკოდ განსაკუთრებით თუ კი სურვილს თვითონ იჩენენ. ვინც არა მხოლოდ საკითხულს და სხვისგან განაგონს ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ. ჩვენ ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს არც სხვას დავიხმართ მით უმეტეს თუ ანაცნობი. ვინც მუდამ ვცდილობთ არავისგან გავირჩეოდეთ არც სისუსტით და მთავარი არც ვაშკაცობით. ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე უსმენთ ყოველთვის, რომ მეზობელმა არ გაიგოს ქვეყნის ავკარგი. ჩვენც რომ გვადარდებს და როდესაც იქ უცხოეთ ის სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი. უფრო სწორად კი დასამალი არაფერია. ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ და ვაღებთ ფანჯრებს, ვინც ვიცინით როცა მღერიან და მაშინ მღერით როცა ირგვლივ ყველას ლუკუნებს. შვილო განაჩვენი გაჩენიდან ასე ვიყავით. დედის მუცლიდან აკვნიდანვე კი არ შეგვახმა შუშის თვალებით განწყობილი ცვილის ნიღაბი. შენ ეს თვალები 20 წლის წინ უნდა გენახა. ანთებულების სიამაყით შავმეწამული. დროშების ქარში ბნელ ქუჩებში, როდესაც გშენით. ხმის შახლეჩამდე გავყვიროდით ენა მამული სარწმუნოება შავლექ შენი სულ შენი. შენი ბრალია ყველაფერი. ჩვენ საზღიარულ შენ წაიფარე. შენი შავი ჩოხის კალთები და გაგვახედე უსრულისკენ სამოთხეო. ჩვენ ვიწამეთ და გვიხარო და როგორ მრავლდებით. როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ სისინებთ. დარწმუნებულნი რომ ლოცულობთ ჩვენი ლოცვები. არ დარჩენილან უპასუხოდ მალე ისმინეს. ანუ მალევე დავაჩერდით ტყვით მოცელილ ჭაბუკს, რომელიც იცინოდა. პირველს მეასეს. და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი მერე შევცვლით. ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ. და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით. ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი. ყველა ოცნება საკუთარ თავს სიტყვა მივეცით, რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით. ამ დაცინისთვის ისარგებლა ჩვენი სიბეცით და ჩვენი ხელით მოინდომა გამოსაშვები მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა განტვირთ. გადახალის და მისი მიწამკვდარი ბავშვებით სრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირთ. ყველა ჩვენს გარდა ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა, რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით უწვევით და ასე ვხვდებით უკვდავები, ნუ გეცინებთ. ეს ჩვენ დავუყუბეთ საქართველოს ჩვენი გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით, როგორ მომზერდით, როგორ ირწმენით რამდენიმე წამებულ შეშლილს, რომლებსაც ვხვდებით შეენიხმათ ხმელი გუზები, ხოლო წვერებით თითო წყვილი ელვარე ეშვი ისინი მოკუდნენ, საზეიმო თითქმის ელოდნენ და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი. უცებ იფეთქეს და აჰალდნენ ჩვენ კი მღეროდით. ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი და დავიშალეთ. და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ. ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს. მთელ უკვდავებას მრავლის მეტყვალ დუმილში გავლევთ და არსად გარდა სიზმრების ეკვალს არ დავტოვებთ. ხოლო სიზმრებში იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ. იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად. ახალი სისხლი, თბილი სისხლი წვეთავს ტალახზე, სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის, მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენზარები. და ისევ პალტოს სახელოში, როგორც სანგარში თავჩაგრულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით. დავცდილობთ დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს. ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს. უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის გაუმარ. ჩვენ კი ჩუმად ვართ,
ისევ ყვირის, ისევ სიჩუმე. ამ პოდკასტის წერა რამდენიმე თვის წინ ზუსტად ზვიად რატიანის ლექსთან გავწყვეტე. ბევრი რამე მოხდა და როგორც აღმოვაჩინე, მოსაყოლად დასასყისის ძებნა ყოფილა ყველაზე რთული რამ. ზვიად რატიანი ისევ ციხეშია. ამას წინ შემხვდა მისი შვილის ლექსოს სიმღერა, ზვიადის ტექსტით, ლექსოს მუსიკით და ლექსოსვე არტისტობით. ძის ლექსო გიტარით ხელში და იქ შეკრებილ ხალხთან ერთად ღერის ზვიადის სიტყვებს. სამშობლოს დღეა დღეს, სამშობლოს ხა მედგება. ხალხი უკან არიხევს, არიღლება. უკვე კოკა-კოლაც ვახსენეთ ერთხელ და ფერნანდა მელჩორიც. ჩემი და ჩემი მეგობრის ბედნიერი სეირნობის არ იყოს. ტრაუმის დედოფალთან ფერნანდა მელჩორთან წიგნში ფარადაისი ზუსტად ერთადერთი ბედნიერი მონაკვეთი მახსენდება. როგორ ზის მთავარი გმირი თინეიჯერი ბიჭი ბენზინგასამართ სადგურთან და როგორ სვამს სივ კოკა-კოლას. იმ წიგნში და ფერნანდას სხვა წიგნებში ღმერთს ვერ იპოვიო ასე ამბობენ და მართლაც პარადაისი სავსეა სულელური სისასტიკით. მისი სხვა წიგნი ქარიშხლების სეზონი კიდევ უფრო სასტიკია. ტრაუმის ჯაჭვურობაზე გვიყვება იმაზე, რომ ყველა ერთმანეთის ტრაუმებზეა პასუხისმგებელი და გვიყვება ჭაობით სავსე ამბავზე, ადგილზე, სადაც საერთოდ არავინ არის ბედნიერი. ეს ორი წიგნი ბავშვებმა გთხოვთ არ წაიკითხოთ, უბრალოდ ცხოვრების ასეთ ფერებში ნახვა ალბათ თქვენთვის ძალიანაც ადრეა. მაგრამ წიგნის იმ მომენტში პარადაისი სულ რამდენიმე წინადადებაში, სადაც ცივი კოკა-კოლა ჩნდება, მეც ძალიან ბედნიერი ვხდები. ზუსტად ისე, როგორც მე და სანდრო ვიყავით ცივი კოკა-კოლით, ჩუმად ჩვენთვის და იმედიანად. საფრანგეთში ჩასვლიდან მალევე ჩემს წლობით გამოცდილ ძილის პარალის დაემატა აქამდე უცნობი მდგომარეობა შაკიკი. რთული მესახვედრი არ უნდა იყოს გამოწვევი მიზეზით, სამშობლოდან შორს ყოფნით გამოწვეული სტრესი, მარტივი ამბავი არ არის. ჩემი არშემდგარი ემიგრაცია კი არა ჩვენი საყვარელი ხალხი წლობით იტანს ამ სტრესს და ალბათ ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ მაგ სირთულეს და სიმარტოვეს. მთელი ცხოვრება შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი სამშობლო თავიდან მოცილებას მიპირებდა, რომ მიპირებდა უცხოეთში გადახვეწას და მეც ვერ უგრძნობდი ამ ამბის სირთულეს, რომ ბრიუსელის აეროპორტში ჩამოფრენის წამსვე ვიგრძენი იმ ძაფის სიძლიერე, რომელიც ჩემს სახლს იყო გამობმული და ამდენი 1000 კილომეტრის იქითაც ძალიან ძლიერად გაჩავდა. მაგრამ ალბათ უფრო რთული ის იყო, ვერ ხვდებოდი უშველი და თუ არა ამ სტრესს უკან დაბრუნება. სამეგრელოში ჩემს სახლში ძილი. ფოცში მალთაყვის სანაპიროზე სეირნობა, სადაც თურმე პირველად ავიდგი ფეხი. ქიაჩელის ქუჩაზე ჩაისახლის წინ ჯდომა, სადაც პირველად მაკოცა თუ აკოცა ვინმეს. ჭავჭავაძეზე ილიაუნის ლიგამუში ჯდომა მეგობრებთან ერთად და ლიტერატურაზე საუბარი. საბურთალოზე ჩემს ოთახში გულახმა წოლა და ჩემი მეგობრების მოსმენა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიყვარული მაშინაა ნამდვილი, როცა ადამიანი ყველაზე მოწყლა, დარდიან და სუსტ მდგომარეობაშიც გიყვარს და მასზე სრუნა. და საერთოდ კაცმა რომ თქვას, ღამის გატეხვის უამრავი მიზეზი არსებობს. პოეტები ამბობენ, რომ ყველაზე ხშირად ღამე თეთრად სიყვარულის გამო თენდება. ეს სიყვარული ზოგჯერ სამშობლოსთვისაა, ზოგჯერ სატრფოსთვის და ზოგჯერ ორივე ერთადაც კი. ხოდა ასე შემოდგომის ბოლოს, ერთ ძალიან ცივსუსხიან საღამოს რამდენიმე საათით გარეთ სარბენად გავიდი. მთელი სირბილი ერთ რამეზე ვიფიქრე, დაბრუნებისასაც და საწოლში დაწოლისაცაც მაგ რაღაცაზე ვიფიქრე და როცა ჩემი ეგ ღამე მთლიანად თეთრად მიილია, ალბათ ზუსტად მიხვდებით რა იყო ის რაღაც და რა არ დამაძინა, რადგან დილას სამსახურში მიმავალმა და უკვე იქ მისულმა პირველი რაც თქვი იყო, რომ მე ლუკას სიჭინავა გარუჩავა მივდივარ სამშობლოში. ჩემს პატარა და დარდიან ქვეყანაში, რომ იქ ცუდად ყოფნა ჩემს ქვეყანაში ცუდად ყოფნა მერჩივნა და ეს განცხადება იყო საბოლოო, რადგან როგორც აღმოჩნდა უკვე რამდენიმე წუთის წინ ბილეთიც მეყიდა. ზუსტად 31 დეკემბერს საღამოს საათებში ავფრინდებოდი და 1 იანვრის პირველ საათზე ჩავიდოდი ქუთაისის აეროპორტში. მაგრამ ცალი ფეხით სამშობლოსკენ მიმავალ თვითმფრინავში ყოფნათანაც ისე რომ ფრენა ერთ თვეში როგორ გინდა. ჩემს ახლად შეძენილ ძალიან პროფესიონალურ საათზე წამების მაჩვენებელიც დავაყენე და მართლაც ულა ასე ვითვალე უკან დაბრუნებამდე დარჩენილი ყველა წამი. ხოდა ის წამოსვლამდე დარჩენილი წამები და ამაზე ფიქრი ავკიდე სირბილს. სირბილს უნდა გადაეტანა ჩემთან ერთად ყველა ეგ დღე და მართლაც. მთელი დეკემბერი გაძლიერებულად ვიებინე 10-მდე ნახევარ მარათონი და ერთი სრული მარათონი, ანუ 42 კილომეტრი. ერთ ბევრისთვის საყვარელ მწერალს აქვს მრავალჯერ გარბენილი მარათონი მურაკამი. ცნობილი მწერალია, რომელსაც სირბილიც ძალიან უყვარს და მისი მარათონის დროს რომ უყურებ, ჩემს თავს პირდები რომ ოდესღაც წიგნსაც დავწერ და მურაკამის დროსაც გავაუმჯობესებ. და ვიქნები ყველაზე სწრაფი მწერალი მორბენალი. 31 დეკემბერი როგორი დღე იყო, იცით, წინა დღეს ჩავედი ჩრდილოეთ საფრანგეთში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქში ლილში.
საყვარელი პატარა ოთახი მქონდა ნაქირავები პატარა ფანჯრით ეზოზე და სადგურთან ძალიან ახლოს. მთელი დღე გარეთ ვისეირნე რამე ღირსშესანიშნაობების ან რამის სანახავად კი არა, ისე უბრალოდ საითაც ჩემი თავი წამიყვანდა. ხალხს უსმინე, როგორ ემზადებოდნენ ახალი წლისთვის, როგორ ლაპარაკობდნენ, სვამდნენ და ჭამდნენ ძალიან ბევრ ტკბილეულს. და ჩემი ძაფით საქართველომდე გაჭიმული ნელ-ნელა მოკლდებოდა. მაგიტომაც ვფიქრობ, რომ დაბრუნება ერთ კონკრეტულ მომენტში არ ხდება. დაბრუნება ჯერ კიდევ წასვლამდე შეიძლება დაიწყოს და მერე ძალიან დიდხანს შენი თავის დაბრუნებულ ვერსიამდე მიდიოდი. იმის მიხვედრამდე, რომ შენი სამშობლო კი არ გიშორებს. შენი შორებ ყველა შენი თავის ვერსია, სადაც ის უპირობოდ არ გიყვარს. ხო და გავიღვიძე 31 დეკემბერს და სუსტად ამბობს ამ ამბავს იაკი კაფე. დილით ავდექი ძალიან ადრე გამოვაღე ყველა ფანჯარა. მზეს შევეგებე და მხოლოდ ერთი ლოცვა ვთქვი გულში. ჩემო სამშობლო, ჩემო სამშობლო, სამშობლო ჩემო. ვინც შემთან ხართ ნამყოფი, ზუსტად გეცოდინებათ, რომ ეს ლექსიც სამუშაო მაგიდასთან კიდია და ყველა თავის გამოძრავებაზე კიდევ ერთხელ კითხულობ. ხო და დავბრუნდი. არაფერს გეტყვით ჩემ სამშობლოზე, მაგრამ გეტყვით იაპონიაზე. სიმართლე ვთქვა, იაპონიაზე ბევრი არც არაფერი ვიცი. ალაგ-ალაგ გაბნეული ცნობებისა და ავტორებისა. მათ შორის იუკიო მიშიმასი და მისი ძალიან ლამაზი ოქროს ტაძრისა. მიზოგუჩის და მისი ნაღმართული ულამაზესი გოლიათის ოქროს ტაძრის ამბავი. ამბავი, რომელიც ზუსტად მედიცინიდან და ლიტერატურაში გადასვლისას წავიკითხე. ხო და საქართველოში სენაკში ახლად დაბრუნებულმა ახლად ნაყიდი ტელევიზორი შევიტანე საძინებელში, შევაერთე კონსოლი და დავიწყე თამაში Ghost of Yotei-ს. შურის მაძიებელ სამურაიზე შექმნილი თამაში, სადაც ვითარება ზუსტადაც რომ იაპონიაში ხდება და ყველაფერი არის წარმოუდგენლად ლამაზი. მაგრამ მარტო კი არ თამაშობდი. გვერდით მეჯ და ბაბუა ჩემი ღონიერი ნუგზარი სიჭნავა და ლამის იყო მთელი თამაში ერთად დავხურეთ როგორც იტყვიან. 3 დღე ვითამაშეთ გადამულად და მეოთხე დღეს რაღაც მოხდა. ბაბუ გახდა ავად. ყველაფერი ძალიან სწრაფად და უსამართლოდ მოხდა. უძემე ძალიან პატარა ადამიანად ვიქეცი, ვერაფრის მქნელ და უმოქმედო ადამიანად და უყურე როგორ დაეცა 82 წლის ოქროს ტაძარი. როგორ დავრჩი ჩემი მთელი ცხოვრების მეგობრის გარეშე და როგორ ვერაფერი ვქენი. გუშინ ზუსტად 3 თვე გავიდა იმ დღიდან, ბევრჯერ ვცადე ამ ამბობთან მისვლა და იმ მუშტების და ერთმანეთზე დაბჯენილი კბილების გახსნა, რომელსაც ბაბუს გახსენებისას ყოველჯერზე ვკრავ. ნიშნად იმ ბრაზისა, რომ თურმე რაღაცები არ შემიძლია და რომ თურმე მეტაძლიერი უნდა გავხდე. მსგავსი დანაკარგები აღარ უნდა დაუშვა და რომ არ ვიცი. არაფერიც არ ვიცი საერთოდ. 2 ან 3 წლის წინ იყო, მივდიოდი რაღაც პროექტზე ლატვიაში, კარგ ხალხთან ერთად და ყველაფერი ძალიან სახალისო ჩანდა. კი მაქვს ხოლმე საყვარელ საქმიანობა თვითმფრინავში წიგნების კითხვა და რატომღაც მაგ ფრენისას ახლად გამოცემული ჯუან დიდიონის წიგნი წავიყოლე. ჯადოსნური ფიქრის წელიწადი, ასე ქვია წიგნს და ვინც იცით, ალბათ დამეთანხმებით ეგ ამბავი ჯადოსნური საერთოდაც არ არის. ჯუან დიდიონი წერს ქმრის გარდაცვალების და ოჯახში დატრიალებული ტრაგიკული ამბების 1 წლის შესახებ. მთელი მოგზაურობა ძალიან ვიდარდე და როცა სხვებსაც გაუზიარებ, ვთქვი, რომ სინამდვილეში მაგის გაკეთება ალბათ გმირობაზე მეტია. შენივე ამბავს აჯობო და სხვისთვის მკითხველისთვის გადაწყვეტო ნუგეშისცემა, რომ ნახეთ, დარდმა შეიძლება ადგილზე მომკლას, მაგრამ იქნებ სხვისთვის გამოვდგე ნუგეშისცემად, იქნებ ერთმა ადამიანმა მაინც იგრძნოს იმედი ამის წაკითხვისას. სხვა ყველაფერთან ერთად წერაც ხომ რეფლექსიის ერთ-ერთი საშუალებაა და ალბათ ტრავმიდან თავის დაძროენის ხერხიც. და თუ თქვენს ამას უსმენთ, შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ცალი თვალი მაინც გავახილე, რომ თერაპია მან სხვა რაღაცებმაც ცოტათი მაინც იმუშავეს და მეც დავიწყე ბაბუსთვის დაპირებულ ადამიანად ჩამოყალიბება. თუ ბაბუა ღონიერ კაცად და იმედად მეგულებოდა, უნდა ვცადო მეც ასე დავრჩე სხვებისთვის. ამას წინ გამომცემლობა მოუბარმა გამომიგზავნა რამდენიმე განსაკუთრებული წიგნი, მათ შორის ერთი იაპონური ბიბლიოთეკიდან, სოსუკე ნაცუკავას კატა, რომელმაც წიგნები გადაარჩინა. მთავარი გმირი რინტარო 12 ან 11 წლის ბიჭია. წიგნის დასაწყისშივე, უბრალოდ პირველივე წინადადებაში ვიგებთ, რომ მისი ბაბუ დაიღუპა. აღმოჩნდება, რომ რინტაროს საერთოდ რაც ყავს არის საკუთარი თავი, ბაბუ და ამ ბაბუს წიგნების მაღაზია და ეს ბაბუც წიგნის დასაწყისშივე გარდაიცვლება. და აქ უკვე დავიძაბე. მეგონა ჩემს თავს ვაკვირდებოდი შორიდან. დარჩა პატარა რინტარო წიგნების მაღაზიაში სრულიად მარტო და ის გადარჩენია გაიაზროს, რაზე დარდობს საერთოდ, რა ესახება ზრუნვის ობიექტად და იპოვოს თითქოს პატარა წიგნის მაღაზიისთვის გადასარჩენი ძალა. მთელი წიგნის განმავლობაში რინტაროს რამდენიმე კარგი მეგობარი გამოუჩნდება და მათი დახმარებით საკუთარ თავამდე უფრო მარტივად მივა. ალბათ თავარიც ეგ არის.
რთულ ამბავშიც მნიშვნელოვანია თავი მარტო არ იგრძნო და შენი ირგვლივ მყოფი ერთგული ადამიანების დანახვა შეძლო. ამ ეპიზოდს ქვიარებელები იცინიან. ჯერ კიდევ ტექსტის დაწყებამდე დავარქვი და გადაწყვეტილი მქონდა ყველა მიამბოხეზე მომეყოლა. ნუ როგორც ვიცი ხოლმე ასე გადავწყვეტ და მე იმის ნახევარზეც ვერ ვყვები, ვიზეც მოსაყოლია, მაგრამ რაც არის. წერა რომ დავიწყე იმ საღამოს არბენა წავედი, ძალიან ცივი კი არა და ყინვით სავსე ჩრდილოსაფრანგეთული დეკემბრის საღამო იყო. მთელი გზა ვფიქრობდი ამ ეპიზოდზე და სულელი უნდა ვიყო, რომ რიბელებში ის ახალგაზრდა ბიჭები არ მომესაზრებინა, რომლებიც ახლა ძალიან შემთხვევით ჩვენი ყველას მაგევრად ციხეში სხედან. რეზო კიკნაძეს გაუმარჯოს მეთქი უამრავჯერ მithქვამს და უამრავჯერაც გამიფიქრებია. ერთადერთ სამხილად ის ვიდეო მტკიცებულება რომ აქვს, სადაც გაბრაზებული დემონსტრანტი ჯიბიდან დაკუჭულ ხელსახოც იღებს და პოლიციისკენ ისვრის და ეს შორს ვერ წასული ბრაზი მის წინ ზუსტად ფეხებთან ვარდება. ოთარ ჭილაძე ხო ამბობს, სხვათა შორის რეზო კიკნაძეს ძალიან საყვარელი ავტორი, მათ შორის ჩემიც. ბევრი კანონი არსებობს ქვეყნად, მაგრამ მე მწამდა ერთი კანონი, თავისუფლების და სიყვარულის. მაინც ყველასთვის უცხოა რა ახლა მამხანაგებმა დამცხრელეს ტყუით, ხოლო საბრალო დემონსტრანტებში ჯერ არ ჩამქრალა ეჭვი და შიში. არ შეიძლება რომ მტრები იყვნენ უიარაღო დემონსტრანტები. არ შეიძლება რომ უსასრულოდ ხოლო ძლიერი იყოს მართალი. მაგრამ თუ სხვებიც არ მიეხმარნენ, როგორ დაიცავს სიმართლე სუსტ. როგორ დაუშვი ჩემო ქვეყანა ეს ყველაფერი. როგორ დაამატე წყენას და სულ პატარა ბიჭებს დააშენე თავზე ციხის კედლები. ბევრი ახალი წელი გამიტარებია უცნაურად, უმეტესობა მათგანი ოჯახთან ერთად, მაგრამ ზოგს კიდევ უფრო უცნაური ელფერი დაჰკრავდა, მაგალითად იმ ახალ წელს 2025 წელი რომ დგებოდა და ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიყავი ციხის სიახლოვეს. ახალი წლის საღამო შეკრებილი ათეულობით ადამიანი ვიდექით კლდანის ციხესთან სანთლებით ხელში და სინდისის პატიმრებს ახალ წელს უთევდით. ისინიც პირველად იყვნენ ციხის სიახლოვეს, ოღონდ ბედის სისასტიკით კედლების მეორე მხრიდან, ანუ შიგნიდან. ჩანთაში ოთარ ჭილაძის კრებული მედო ზუსტად რეზო კიკნაძისთვის განკუთვნილი, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაუგზავნე ესე, მაგრამ დაეიმედად იმისა, რომ ხვალ თუ არა ზეგდილას გამოვლენ და მაკრებულში უფრო ბედნიერი ლექსებსაც წაიკითხავენ. ხო და ამ ეპიზოდის წერა ზუსტად იმ დეკემბრის ცივ საღამოს დავიწყე და მერე ვერაფრით გავაგრძელე. რას გავაგრძელებდი სამშობლოში დაბრუნებულმა სამშობლოდ საკუთარი თავის და რეალობის აღქმაც დაუკარგე. ჩემი ჩუმი ჭიდაობები დამჭირდა რომ ბაბუს ამბისთვის თვალიც გამესწორებინა. ჩემი სევდის მოყოლისთვის მაპატიეთ. თხოვთ მაპატიოთ, მაგრამ ამის გარეშე ვერაფერსაც ვერ დავწერდი. თან როცა დავხედე პოდკასტის სათაურს, აშკარა იყო რომ ნუგზარი ცრებელების უნიკალური ერთეული გახდა და ცოტას მასზეც მოგიყვებით. ჩემს საყვარელ პერსონაჟზე, რომელიც თან სულ გვერდით ვყავდა. 2025 წლის 19 ივლისის ჩანაწერია. შენ თუ მართლა გინდა ამბების მოყოლა, ადექი და ბაბუა შენზე მოყევი. არა, თუ გინდა დაჯექი და ისე მოყევი, მაგრამ მოყევი რა. აი, ნუგზარი სიჭინავა რომ არის, ეგეთი უნდა. წარმოიდგინე ახალგაზრდა კაცი, რომელიც სოფლის ეზოში არის წამოწოლილი და ეტრფის ლინერი გოგინევას, რომელიც ყოველ დღე ერთი და იმავე გზას გადის. ეს ურცხვი კაცი კიდე ეზოში წამოკოტრიალებულა და უყურებს. იმდესას ბედავს, რომ მას პინძელს ხობესთან ჩაყოლებული ბუჩქების მოსვლასაც სთხოვს. ერთადერთი მიზეზით. ეს ბუჩქები უშლის ხელს, კარგად უყუროს ლინერ გოგინევას, რომელიც შემდგომში უკვე ბებიაჩემი გახდება. ნუგზარის რომ ველაპარაკები ხვდები, რომ ბებიაჩემს მის ხელში თუ პირიქით, თან 7 ცხოვრება ექნებოდა და თან ფათერაკებით სავსე. 82 წლის ნუგზარი, რომელიც ჩემზე ენერგიულია, ცხოვრებაში 5ჯერ ნასამართლეობაც მოასწრო მთელი დარჩენილი ცხოვრება მუშაობას და მე კიდე შეფობაც. მართალია ბოლო წლებში სამზარეულოში მხოლოდ მაშინ უშვებდნენ, როცა მე და ნუგუ მარტო დავრჩებოდით. თუმცა მე იქ იწყებოდა სასწაული. ასე რამდენიმე წლის წინ კი აღმოაჩინა, რომ თურმე დაბადების დღე რომაა, ეგეც სხვა დღეს ქონია. მაგის მერე ორჯერ იხდის ხოლმე და რამე რომ იყოს მეჯერაც არ დაგზერდებათ. კი, სულ მგონია რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მამაჩემი ვხვდები, მაგრამ იქნებ უნდა დაუჯერო ნათესავებს და ჩემი და ნუგზარის უფრო მეტი საერთო დავინახო. იქნებ მეც შემიძლია ვიცოღლუტა და სიყვარულის გამო მთელი ბაღი ტყიან ხეობა გავსხლა. ეს ისე ალეგორიულად, თორემ სიყვარულის გამო რამის დამზიანებელი ვარ? ან იქნებ მერე ისიც დავწერე უკანასკნელი კოვბოი იყო ბაბუაჩემი მეთქი. თან ჩემი საყვარელი ანიმეს კოვბოი ბიბოპის გავლენით და თან ჩემი საყვარელი ბაბუას გამბედაობით. არასდროს მინახავს რამის შეშინებოდეს. ის კი არა უეცრად რომ დაგინახავს ადამიანი, მაგ დროსაც არ ახამხამებდა თვალს. თითქოს ყველა ამბის ბზაობა ქონოდეს, ან თითქოს მოსახდენი უკვე კარგა ბევრჯერ ენახოს. და მე გავიქეცი. ჩემო თავო ნეტა გლოვის რამდენი გზა არსებობს. და ამ რამდენიდან ზუსტად რამდენი მათგანია გაქცევა.
რომ არაფრით უნდა დაუჯერო მოარულ ხმებს, რომ რაც რო გადის ნუგზარის გულმოვიწყობა დაშემდა, რომ ისეთივე სხარტი ან ღონიერი ვეღარ არის, როგორც 15 წლის წინ სკოლიდან დაბრუნებულს რომ დამხვდებოდა და თავის საიდუმლო ბარდის კერძს მიმზადებდა, რომ ის მონატრება სამშობლოს რომ დავაბრალე და უკან დასაბრუნებელი ბილეთი ვაყიდინე. ჩემი მშველელი აღმოჩნდა, რადგან ბოლო დღეები ნუგზარისთან ერთად გამატარებინა. ის ალბათ მართლა არ მინახავს ადამიანი, ვისაც მასზე მეტი დაელიოს სიცოცხლეში. კარგა, ბევრი ლიტრა ღვინო დალეულსაც სიტყვა არასდროს არევია, არასდროს შეშლია სათქმელი ვინმესთან და არც სხვისთვის მოსმენა უთაკილებია. ერთი ის იყო, რომ უზარმაზარი სათხგრძელოები არ მოსდიოდა თვალში. სიტყვების ტყუილ რახარუხად მიაჩნდა და ალბათ ძალიან მართალიც იყო. აგერ უკვე რამდენიმე წელია აღმოვაჩინე ჩემი გულის პატარა წუნი. რითი სურმე ნუგზარის გავარ, გენეტიკურად ჩვენი სამთავა გარები გულში იდეალურად ვერ მუშაობს. ხო და აგერ უკვე 2 წელია წვეთიც არ დამილევია. ალკოჰოლზე უარის თქმა მარტო ჯანმრთელობის გამო არ მომხდარა. ნუგზარისი არ იყოს მეც ვეღარ შევეგუე ფუჭდა უზარმაზარ სადღეგრძელოებს. ამ დარდიან ქვეყანაში დღევანდელ დღეს ვაჟკაცობაზე თქმული 5 წუთიანი სადღეგრძელოსი ვეღარ გავიგე. და თუ საჭირო გახდა ავალ კიდევაც მაგ სუფრაზე. ფეხებით შევდგები ხელში, ყანც დავიჭერ და დალევის ნაცვლად ძირს დავუხრი, რადგან ჯერა რომ დიდი გამარჯვებისთვის ყველაფრის თავიდან დაგჭირდება. რომ უნდა დაიქცეს ყველა ღვინო და გახმეს ყველა ვაზი და რომ ხელახლა ვიპოვოთ ჩვენი თავი და ჩვენი სამშობლო და ზუსტად იმავე ადგილას ამოვიდეს პატარა კვირტი. იმედად იმისა, რომ ხელმეორედ დავიბადეთ. აუცილებლად დავიდგამთ თავიდან ფეხს და აუცილებლად ვიქნებით ისევ ლაღები, გამარჯვებულები და თავისუფლები. და მერე კი მართლა თამამად ვიტყვით სადღეგრძელოებსაც და ლექსებსაც. პოდკასტის პირველი ეპიზოდი რომ ჩავწერე და ვთქვი ამ პოდკასტს საფოსტო 5 რატომაც დავარქვი, მთავარი მიზეზი იყო დედაჩემი, რომელსაც 1000 კილომეტრის იქით ჩემი ამბები უნდა მოესმინა. ხო და ვიცი დედა ნამდვილად მაპატიებს ამ პოდკასტს ახალ ადრესაც თუ მივამატებ. ბატონო ნუგზარი, ნუგუ. ჩემო ღონიერო ბაბუ. პირობას გაძლევ აქ მოგიყვები ჩემს თავს. ჩემს ამბებზე, ჩემს საყვარელ მწერლებზე, რომელთა ნაწილიც სიყვარულში ნამდვილად შემეცილე. და კიდევ უამრავ ამბავს, რომელიც ჩემთან ერთად უნდა მოგესმინა. აბა შენიცი, მომავალ შეხვედრამდე.